მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რას ფიქრობდა დღეს ჩემზე და როგორ მომავალს ხედავს ის ჩემთან. დღეს სამპოზიციანი გაშლა გვექნება, თქვენს წინაშე არის პოზიციები, აირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. თუ მალე ვერ არჩევთ ხოლმე პოზიციებს, შეგიძლიათ ვიდეო გააჩეროთ და როდესაც მზად იქნებით, შემდეგ განაგრძოთ ვიდეოს ყურება. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩაწერილი ვიდეოების ყურება შეგიძლიათ, რადგან მაშინ იწყავს ვიდეო ინფორმაციის რეზონირებას, როდესაც მას მოусმენთ, ჩართავთ და არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა, როდის განვათავსე საიტზე. პირადი კონსულტაცია თუ გსურთ ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის კომენტარების ველშიც და ვიდეოს აღწერაშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით, მოგესალმებით პირველებო და ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. დღეს რას ფიქრობდა თქვენზე და ასევე გავიგებთ, როგორ მომავალს ხედავს ის თქვენთან. რას ფიქრობდა დღეს თქვენზე? შეიძლება დღეს ისეთი რომანტიული განწყობა გქონდათ ორივეს და ბევრი სითბო აჩუქეთ ერთმანეთს, ბევრი თბილი SMS-ი გაგზავნეთ, ან თუ შეხვდით, ძალიან ასიამოვნები დარჩა. ფიქრობს, რომ თქვენი გრძნობები თანხვედრაში არის, ურთიერთობა კარგი სტარტით მიდის. ნახოთ. რატომღაც დღეს ჩათვალა, რომ თქვენთან ურთიერთობა იღბლიანობის ნიშანი არის. თქვენ რომ ის გვერდით ხართ, თავს იღბლიან ადამიანად გრძნობს. ურთიერთობის საწყისი თუ არის, მით უმეტეს ძალიან კარგად დაიწყო, მისი გადმოსახედით ყველაფერი და დიდ პოტენციალს ხედავს. დღეს დაფიქრდა, რაღაც იდეები დასახა, შეიძლება ერთად რაღაც დაგეგმეთ კიდეც და ამაზე ძალიან გახარებული არის, თუ ერთად მოგზაურობას ან სადმე წასვლას ან რაღაც პატარ-პატარა საერთო გეგმები გაქვთ და დღეს ისაუბრეთ ამ ყველაფერზე, ეს პიროვნება იცოდეთ, რომ დღეს ძალიან ბედნიერი არის თქვენთან ამ პროცესით და თქვენთან ურთიერთობით. არ უნდა რომ მოვლენებს გაუსწროს, სხვათა შორის აქ თვითშეკავებაშიც არის პიროვნება, რომ არ უნდა რომ რაღაც ოცნებებში ძალიან გადაეშვას და თავის, ასე ვთქვათ, ფანტაზიებს მიუძღვნას თავი და ოცნებებში იყოს და მოვლენებს გაუსწროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ეფიქრება და ოცნებისკენ იხრება. ანუ თან თავის თავს ეუბნება, რომ ჯერ ეს იდეის დონეზე არის და ყველაფერი, ასე ვთქვათ, უნდა კარგად მოფიქრდეს და რაღაც საერთო ჩანაფიქრზე აქვს აქცენტი ამ ადამიანს, მაგრამ თან სჯერა, რომ ყველაფერი გამოვა და ერთად ბევრ რაღაცას შეძლებთ. აქ პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ ის თვალში ხართ ძალიან მომხიბვლელი, ლამაზი ადამიანი, თქვენი გარეგნობა მისთვის არის უზომოდ მიმზიდველი, ძალიან სასურველი ადამიანი ხართ მისთვის. თქვენთან ერთად ბევრი რაღაცის დაგეგმა და განხორციელება სურს და დღეს ფიქრობდა, რომ რაღაც ფანტაზიებში და მომავალში გადაეშვა მისი გონება, რომ როგორ იქნება იქ რომ წავალთ ან როგორ იქნება ჩვენი ურთიერთობა ერთი წლის შემდეგ და რაღაც მოვლენებს გაუსწრო თავის ფიქრებში და ბევრი რაღაც წარმოიდგინა. კარგით, ვნახოთ კიდევ. როგორ მომავალს ხედავს ის თქვენთან. სხვათა შორის ძალიან სერიოზულად არის განწყობილი ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში და მომავალი თქვენთან წარმოუდგენია, ანუ ზუსტად იცის, რომ ის მომავალში თქვენი ადგილი არის. როგორ მომავალს წარმოიდგენს?
ეს პიროვნება თქვენთან ხედავს აი ასეთ მომავალს, რომ რაღაც საკითხებში ხვდება, რომ შეიძლება თქვენს ურთიერთობაში სირთულეები წარმოიშვას, მაგრამ ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდებით და თქვენ ნახეთ როგორ არის თითქოს მან რაც თქვენთან ურთიერთობა დაიწყო, გადააფასა ძალიან ბევრი ცხოვრებისეული დეტალი. და პრიორიტეტად თქვენ აგირჩიათ. თქვენთან ძალიან სერიოზული მომავლის პერსპექტივას ხედავს, შეიძლება თანაცხოვრება ესე მარტივი არ იყოს თქვენ შემთხვევაში და ესე მარტივად არ გამოვიდეს, რაც დაგეგმეთ, მაგრამ ამისთვის საკმარისი ძალაც აქვს და რესურსიც და ფიქრობს, რომ თქვენი ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება და რაღაც სერიოზულობამდე მივანახეთ, როგორ ეს სერიოზულობა არის ძალიან ინდივიდუალური. ზოგისთვის სერიოზულობა არის შეყვარებულობა, ზოგის შეყვარებული სტატუსი, ზოგისთვის სერიოზული ურთიერთობა არის უკვე შვილი, საერთო შვილი, საერთო ქორწინება და შემდგომ საერთო შვილები. აი თქვენს გონებაში რასაც ფიქრობთ, რომ სერიოზული ურთიერთობა ამჟამად თქვენთვის როგორიც არის, როგორც წარმოგიდგენიათ, აი ასეთ მომავალს ხედავს თქვენთან, რომ აი მაქსიმალურად რაც თქვენს ურთიერთობას შეუძლია ან გსურთ, ერთმანეთთან ეს გექნებათ. მისი სურვილი არის მის ფანტაზიაში და ოცნებაში უკვე ეს რაღაც ჩაინიშნა და ამ პროცესზე ფიქრობს. საკმაოდ დადებითი არკანები არის სხვათა შორის. და აი აქ კიდევ შეიძლება ამ ყველაფერზე ესე ღიად ჯერ არ საუბრობდეს ეს პიროვნება, უბრალოდ მისი ემოციებიდან და აღტაცებულობიდან ხვდებოდეთ, რომ მისთვის უკვე თქვენთან დაკავშირებული მომავალი ხირებული არის, მაგრამ შეიძლება ჯერჯერობით აი ამ ყველაფერს მალავდეს, ან ესეთი ეგრეთ წოდებული ნამიოკებით გეუბნებოდეთ, ან რაღაც ესეთი ირიბი შეკითხვებით გესაუბრებოდეთ, ან მინიშნებებს გაძლევდეთ, ხომ, ეს პიროვნება. ჯერჯერობით ამ ყველაფერს ცოტათი ანუ ნიღაბს ატარებს და არ ამხელს ბოლომდე თავის ფანტაზიებს და ფიქრებს, მაგრამ ნელ-ნელა მე ვიტყვი, რომ ნაბიჯებით უფრო დაამტკიცებს, ვიდრე საუბრით ეს ადამიანი. დაგემშვიდობებით პირველებო თქვენ. გადავინაცვლოთ ჩვენ უკვე მეორე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რას ფიქრობთ და დღეს თქვენზე ჩაფიქრებული პიროვნება და ასევე გავიგებთ, როგორ მომავალს ხედავს ეს პიროვნება თქვენთან. სადმე თუ გაემგზავრეთ, შეიძლება მის ცხოვრებიდან წახვედით და ამაზე ფიქრობს. მობრუნდებით თუ არა მასთან და რამდენ ხანში და როგორ შეიძლება თქვენი შეხვედრა ან შერიგება შედგეს. თუ არსად არ წახვედით მისი ცხოვრებიდან და ურთიერთობაში ხართ, შეიძლება სადმე წახვედით ფიზიკურად სადღაც გაემგზავრეთ ან დაშორდით ერთმანეთს ან შეხვდით და მალევე წახვედით სახში და რაღაც თითქოს ისეთი მომენტი არის, რომ თქვენს გზაზე ყოფნაზე ფიქრობთ დღეს. ან შეიძლება რამე დაპოსტეთ, რომ სადმე მიდიხართ, ან ვინმეს ხვდებით, ან მიწერეთ, რომ მეგობრებთან ვარ და ამ შეხვედრაზე და ანუ გზავრობაზე ძალიან ბევრს ფიქრობს, რომელიც თქვენ გიკავშირდებათ. თუ ისეთი პერიოდი გაქვთ, რომ სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობთ ან ქვეყნებში და რაღაც პერიოდი დათქვით, რომ ამ დროს შევხვდებით, ამაზეც ფიქრობს, რომ აი როგორი გამოვა ეს შეხვედრა და ასე შემდეგ, მაგრამ ბევრი თქვენთაგანი შემთხვევაში შეიძლება აქ იყოს ისეთი სიტუაცია, რომ თქვენ მასთან ურთიერთობას ან წერტილი დაუსვით, ან ისე აღარ ეკონტაქტებით, როგორც ადრე, რაღაც ცვლილებებში არის, რაღაც სახეცვლილი შეიძლება ეჩვენეთ დღეს, ან შეიძლება განწყობა არ გქონდათ ისეთი ყურადღება დააკლდა თქვენგან დღეს და ამაზე ფიქრობს, რომ რაღაცა სხვაზე გადაიტანეთ ყურადღება და ისეთი განწყობით აღარ ხართ მის მიმართ ახლა. დღეს იმაზე ფიქრობდა, რომ შეიძლება თქვენთვის პრიორიტეტი არის უფრო მეგობრები, სხვა გარემოში უფრო ლაღი ხართ და კარგად გრძნობთ თავს, მასთან ცოტათი
შებოჭილი ხართ და ეს რაღაც ფიქრები აქვს. თუ აქტიურად დაპოსტეთ რაღაც გასართობად რომ იყავით რაღაც ვიდეოები ან სტორები დადეთ ან ფოტოები დადეთ, ეს პიროვნება ფიქრობს რომ შესანიშნავად ატარებთ დროს და დიდად ის არ გახსენდებათ, როდესაც კარგად ატარებთ დროს, იმიტომ რომ ეს ადამიანი იჯდა და გელოდებოდათ, როდის გაგახსენდებოდათ, როდის ყურადღებას მიაქცევდით, თქვენ კიდევ გზაში იყავით და რაღაც თქვენს თავს დაუთმეთ მთლიანი დღე და ეს რაღაც იუცხოვა ამაზე შეიძლება ესეც ჩავთვალოთ, რომ ესე არ იყავით ხოლმე ადრე და ეს რაღაც თვალში მოხვდა. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ თუ ზაფხულის ერთად გატარებას გეგმავთ ან რაღაც პერიოდის ერთად გატარებას გეგმავთ, თითოეული დღე და წუთი აქვს დაგეგმილი, როგორ იქნებით ერთად, სად წაგიყვანთ, სად გაატარებთ კარგ დროს და ეს ემოციები აქვს მას. როგორ მომავალს ხედავს ეს პიროვნება თქვენთან. სხვათა შორის ამაზე საუბარი სურს. უნდა რომ შვენიერია. ეს პიროვნება კონკრეტულ სიტუაციას ახსნის და ამაზე აუცილებლად მალე, უახლოეს ერთ თვეში მაინც, უახლოეს პერიოდში ეს პიროვნება აუცილებლად დაგეკონტაქტებათ და აი ამ საკითხზე იქნება ეს კონტაქტი. შეიძლება ყოველ დღე ძალიან ბევრს საუბრობთ ერთმანეთში სხვადასხვა თემაზე, მაგრამ აქ პიროვნება აუცილებლად გეტყვით, როგორ მომავალს ხედავს ის თქვენთან და როგორი მომავალი სურს თქვენთან. ამ პიროვნებას უნდა რომ თქვენი სურვილები ერთმანეთს ემთხოვდეს და ორივე ამ ურთიერთობაში კომფორტულად იგრძნოს თავი და ორივე მის მიიღოს ამ ურთიერთობისგან, რაც გსურთ. ანუ შეიძლება მას ცოტა სხვანაირი ურთიერთობა სურს, თქვენ სხვანაირი რაღაც წარმოგიდგენიათ ურთიერთობა, მაგრამ უნდა რომ აი ამ კომპრომისებზე ორივე წახვიდეთ და შეთანხმებას მიაღწიოთ და რაღაც ჰარმონიული ურთიერთობა შექმნათ. ამ პიროვნებას თქვენთან სურს ყოფნა. ამ პიროვნებას აქვს გეგმაში, რომ ამ თავის სურვილებზე და კონკრეტულ საკითხებზე, რაც თქვენს მომავალს უკავშირდება, აუცილებლად გაგესაუბროთ. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში შეიძლება ამ პიროვნებამ ესეთი მინიშნებაც კი მოგცეთ, რომ თქვენგან შვილი სურდეს. ესეც ძალიან აქტუალური არის. გაგიმხილოთ, რომ თქვენთან აქვს ესეთი სურვილი. ძალიან ბევრი საერთო რომ გქონდეთ, რაღაც ერთ ოჯახად რომ იგრძნოთ თავი. ამაზე იტყვის, ისაუბრებს ეს პიროვნება. ამაზე იმუშავებს კიდეც. ამ პროცესს წინ წაწევს. ამ მიზნისთვის მხოლოდ საუბარი არ იქნება. ქმედებაც ექნება. და დაგანახებთ, რომ მისთვის ეს საკითხი ისეთი საკითხი არის, რომ ამ საკითხის გამო შეუძლია რომ რაღაცები შეცვალოს ან გააკეთოს. სხვათა შორის აქ კარგი პოზიცია არის, აქ ადამიანი მზად არის, რომ ურთიერთობისთვის თავის პრინციპები ბოლომდე თუ არა რაღაც პროცენტით მაინც შეამციროს და კომპრომისები თქვენთან იპოვოს. დაგემშვიდობებით მეორეებო. გადავინაცვლოთ ჩვენ მესამე პოზიციაზე, მოგესალმებით მესამეებო და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რას ფიქრობდა დღეს თქვენზე, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და როგორ მომავალს ხედავს ეს ადამიანი თქვენთან. დღეს ფიქრობდა თქვენზე, რომ ძალიან ამოუცნობი ხართ. თქვენგან ყველაფერი შეიძლება რომ ყველაფერს უნდა მოელოდეს უბრალოდ თქვენგან. შეიძლება მოულოდნელი მდგომარეობა შეიქმნა თქვენს გამო, ან მოულოდნელად აბსოლუტურად სხვანაირი სახე დაანახეთ, ან მოულოდნელი სიტუაცია შექმნით, აქედან გამომდინარე თქვენისთვის ხართ დიდი ამოცანა, გაუგებრობა, აზარტიც და თქვენ დღეს მას აიძულეთ, რომ ძალიან ბევრი ეფიქრა თქვენზე. დღეს ძალიან ინერვიულა თქვენს გამო. შეიძლება ვერ გაიგო თქვენი ნათქვამი სიტყვები, თანხმობა არის თუ უარი.
ან ზოგადად რას აპირებთ თქვენ მასთან, რა ემოციას გრძნობთ რეალურად, განიხილავთ თუ არა საერთოდ მას, როგორი თვალით უყურებთ მას, ემოცია გაქვთ თუ არა მის მიმართ. ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეიძლება ძალიან მხელვარი დღე გქონდათ, რაღაც მნიშვნელოვანი გაგიმხილათ და ჯერ პასუხი არ გითქვამთ და აი ამაზე დარდობს და ტკივნეულად გელოდებათ, ტკივნეულ მოლოდინშია. რას ფიქრობთ დღეს თქვენზე? გელოდებათ ეს პიროვნება. რაღაცის გარკვევა სურს, ეს პიროვნება გელოდებათ, მან უკვე რაღაც ნაბიჯი გადმოდგა, რაღაც საკითხი წამოჭრა, წამოიწყო, ან შემოთავაზება გააკეთა, ან გრძნობებში გამოწყდა, ან რაღაც მნიშვნელოვანი დღე იყო მისთვის და თქვენ ან სიცივე დაახვედრეთ, ან გაუგებარი საქციელით ხართ მის მიმართ და ჯერჯერობით ვერ გაუგია, უნდა უხაროდეს თუ საგანგაშო მდგომარეობა არის, მაგრამ ამ ყველაფერზე ძალიან ხელავს, ძალიან ნერვიულობს და გელოდებათ თუ რას უპასუხებთ. მისი ნება რომ იყოს, ან მოვიდოდა კიდევ თქვენთან, ან პროცესს დააჩქარებდა, ან ძალიან ბევრს მოგწერდათ და შეგაწუხებდათ, რომ აი რა გადაწყვიტე და რა მოიფიქრე, მაგრამ თითქოს თავს იკავებს, ან ეუხერხულება, რომ თან თითქოს უნდა რომ დრო მისცეს ამ სიტუაციას, თან მოუსვენრობა აქვს. როგორ მომავალს ხედავს ეს პიროვნება თქვენთან? ჯერ არ იცის. თქვენ პასუხზე არის დამოკიდებული, როგორ მომავალს დაინახავს თქვენთან. იცით როგორი სიტუაცია, ან ყველაფერი ან არაფერი არის, თითქოს ისეთი საკითხი დასვა ამ პიროვნებამ დღეს დააყენა თქვენთან, რომ ან იქნება მისთვის თქვენი ურთიერთობა ყველაფერი, ან დღეს დამთავრდება ყველაფერი. წყვილში ხართ, ორივეს ახლა ძალიან გონება გაქვთ ჩართული. ორივე ახლა დისტანციაზე ხართ ხელოვნურად, რომ დაფიქრდეთ და შემდგომ უკვე გაირკვევა, როგორი ურთიერთობა იქნება თქვენ შორის, როგორი მომავალი იქნება თქვენს შორის. მან უკვე ამისთვის რაღაცები გააკეთა, მან უკვე რაღაც ნაბიჯი გადმოდგა და უკვე თქვენზე არის პასუხი თუ რა იქნება თქვენს შორის. სუნთქვა შეკრული გელით აქ პიროვნება თუ რას გადაწყვეტთ. და დღეს გაირკვევა თქვენ, ანუ დღეს როგორ, ანუ როცა თქვენ უპასუხებთ და როდესაც თქვენ გადაწყვეტთ, მაშინ გაირკვევა რა ბედი ეწევა თქვენს ურთიერთობას, იქნება სტაბილურობა თუ იქნება ესეთი ტკივნეული ურთიერთობის ან გაუარესება, ან გაფუჭება, ან დამთავრება, დასრულება, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ქაოსური სიტუაცია არის, აქ ვერ გაგიგოთ ამ პიროვნებამ ჯერჯერობით ვერაფერი და გელოდებათ. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.